ეს სტრესი, როგორ დაძლიან უპირველესად აბიტურიენტებმა, რომლებიც დღეს უკვე გაეშურნენ გამოცდის ჩასაბარებლად. რჩევები გვაქვს მოკლედ აბიტურიენტებისთვის და მშობლებისთვის და ალბათ ყველა ჩვენთაგანისთვის, ვინც გულშემატკივრობთ. ჩვენი სტუმარი გახლავთ ფსიქოლოგი ელენე ყიფიანი და სწორედ პროფესიულ და პროფესიონალურ რჩევებს უნდა მივაქციოთ დღეს ყურადღება და მივიღებთ მეეჭვი. მოგვს მომდევნო 20 წუთის განმავლობაში. მოგესალმებით ელენე, მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის. ცხელი ზაფხული განსაკუთრებით ცხელია, შეგვიძლია ვთქვათ აბიტურიენტებისთვის, მათ დღეიდან დაეწყოთ გამოცდები, თუმცა გარკვეული პერიოდი მანამდე ეს შეგრძნება ემოციური სტრესი, დარწმუნებული ვარ, რომ ძირითადმა ნაწილმა თუ ყველამ არა, უკვე გადაიტანა და გარკვეული პერიოდი გაგრძელდება კიდეც. როგორ იხსნება, თქვენ როგორც ფსიქოლოგმა რო გითხრათ, რასთან არის ეს დაკავშირებული, რასაც ცნობიერებს ამ დროს აბიტურიენტი, რომელიც მიდის გამოცდაზე, ეს არის ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლა და შფოთვა და შიში ამასთან დაკავშირებით თუ უშუალოდ, აი კონკრეტულად, ვთქვათ, გამოცდის ღელვა და ნერვიულობაა ეს. მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის და პირველ რიგში ყველა აბიტურიენტს მინდა უსურვო წარმატება. მეც კი ერთად. მიზეზები არის ძალიან ბევრი, შეიძლება იყოს რამდენიმე ფაქტორი რის გამოც და შფოთვა იწყება, თქვათ, არა გუშინ წინ, რა თქმა უნდა, მატულობს, რაც უფრო ახლოს მოდის, უფრო ადრე. ჩვენ ყოველთვის ეს მშობლები ორიენტირებულები არიან, რომ როდესაც იწყება მომზადების პერიოდი, რეპეტიტორებთან ვიწყებთ ფიქრს იმაზე, რომ აი საუკეთესო მასწავლებელი, რომ ბავშვმა კარგად ჩააბაროს და არასდროს რაღაც ესე ყურადღების მიღმარჩებად ხოლმე ფსიქოლოგიური მომზადებაც. შფოთვის ფაქტორი შეიძლება მოდიოდეს მშობლისგან, იმიტომ რომ მშობლებიც რა თქმა უნდა ხელავენ, ხო? ბავშვისთვის ეს არის, როგორც უკვე აღნიშნე, ახალ ცხოვრებაში გადასვლის ეტაპი, გაურკვეველი მომავალი, არ ვიცი რა ხდება. არიან მოზარდები, რომლებსაც მკაფიოდ აქვთ განსაზღვრული რა უნდათ მომავალში, რა პროფესია ჭირდებათ, თუმცა ეხლა სტატისტიკური მონაცემები ნამდვილად არ მაქვს და მეტნაკლებად უფრო ნაკლები რაოდენობით არის ასეთი, ვინც ზუსტად იცის რა მინდა და არიან მოზარდები, რომლებსაც არ იციან. შესაბამისად შფოთვა, რა თქმა უნდა, აქვთ. გარდა ამისა, შფოთვა შეიძლება ეს იყოს შფოთვა არ მინდას, არ ვიცის შფოთვა, თუ დაძალების შფოთვა, რომელიც შეიძლება მშობლისგან ისიც შეიძლება იყოს, ხო, აი აქეთ მივდიოდი, რომ მშობლისგან შეიძლება მოდიოდეს მაღალი მოთხოვნები, მშობლისგან შეიძლება მოდიოდეს, რომ ურჩევდეს თვითონ რა პროფესიის უნდა იყოს. ანუ იქიდან, ანუ მშობლის შფოთვაც გადადის ბავშვზე და კიდე უფრო მეტად. გარდა ამისა, ეხა ბავშვის ინდივიდსაც ხო გააჩნია რა, რაც უფრო ემოციურია ბავშვი, კიდე უფრო მეტად ძაბავს. არა მარტო მშობლებს, ეხა ძალიან ისე არ გამოვიდეს რომ მშობლებისგან არის გარემო სოციუმი, მასწავლებლები, რეპეტიტორები, ხო, იქიდანაც მოდის ზეწოლა, რომ მათაც სურთ და მაღალი მოთხოვნები აქვთ, რაღაცა უწესებენ, რომ ეს ესე უნდა იყოს, უნდა რაღაცა დაფინანსება აიღოს და ასე შემდეგ და ეს კიდე უფრო ძაბავს ბავშვს. რა თქმა უნდა, რომ მოდის ახლოვდება, უცბად არის ხოლმე განცდა, რომ რაც მახსოვს, ანუ რაც ვისწავლე აღარ მახსოვს. რომ დამავიწყდება და ცდილობენ ხოლმე აი წინა დღეს, წინა 2 დღით ადრე, რომ აი ყველაფერს ერთად გადავიმეორებ იმსა ათენებენ ღამეებს. შესაბამისად პირიქით დასვენებული, მშვიდად წინა დღეს არაფერს არ ვაკეთებთ, ეხა კიდე წინ არის ხო, რამ 2 გამოცდა აქვთ კიდე წინ. შესაბამისად, პირიქით ვაკეთებ იმ აქტივობებს, რომელიც მე მსიამოვნებს. საერთოდ უნდა გავთიშო გამოცდებიდან ამ მომენტში გონება. დავკავდე იმით, რაც მინდა, მეგობრებთან ერთად გავატარო, კარგად გამოვიძინო, კარგად ვიკვებო, დავისვენო და აი ესეთი დასვენებული სუფთა გონებით გავიდე გამოცდაზე. გარდა ამისა, თვითონ გამოცდის სტრუქტურა კი მანამდე გადიან მსგავს იციან დაახლოებით როგორი ტიპის ტესტები მოდის, მაგრამ აი თვითონ გარემოზე არ აქვს წარმოდგენა, კი. რო ფსიქოლოგიური რჩევა იქნება ძალიან კარგი, რომ ვიწყებ ჩემ გონებაში წარმოსახვას, როგორია ის გარემო, წარმოვისახავ, რომ შევდივარ, ვსხდები და ყოველთვის აი ეს ფიქრები უნდა წავიყვანო პოზიტიურად, რომ გამოცდას კარგად ვასრულებ. ეს პოზიტიური ფიქრები ძალიან კარგად მუშაობს. შფოთვა ზოგადად მაინც არის ჩემი ნეგატიური ფიქრები მომავალზე.
არის შფოთვა არის ირაციონალური, შიში არის ობიექტური, ხო? მე კონკრეტულად რაღაცის მეშინია, რასაც აქვს ობიექტური მიზეზი. შესაბამისად ეს უკვე ჩემი ფიქრებით შექმნილია ეს ნეგატიური ემოციები მე მოდის ესე არის რომ რაღაცა მოვლენა ხდება ჩემს ცხოვრებაში მე ვიწყებ ნეგატიურად ფიქრს და ეს ნეგატიური ფიქრები იწვევს ემოციებს შესაბამისად ეს რომ მოცული არის რომ აი ვერ ჩავაბარებ აი რაღაცა რომ დამავიწყდეს აბა რა იქნება მომავალში რომ არ გამომივიდეს ესეთი ფიქრები იწვევს მე სხვადასხვა ნეგატიურ განცდებს და შესაბამისად კოგნიტურ უნარებზეც მოქმედებს ხო ეს იქნება მეხსიერება ყურადღება ვეღარ ვარ უკვე კონცენტრირებული ისეთი როგორიც მინდა ვიყო და ეს კიდე უკვე ცალკე შფოთვა არის იმიტომ რომ ვჯდები მეცადინეობ და საერთოდ ვერ ვიმახსოვრებ რაღაცას თქვენ ახლა აგვიხსენით თქვენი პრაქტიკიდან გამომდინარე თუ ყოფილა ისეთი შემთხვევა რომ თქვათ გარკვეული მოლოდინი არსებობდა აბიტურიენტს თქვათ პროცესის დიდად არ შეეშინდა მაგრამ საბოლოოდ იმ შედეგის რაც დადგა აღმოჩნდა ნუ რაღაცნაირად უკმაყოფილო ამ დროს რა ხდება და რა პროცესის გავლა უწევთ მათ თუ შევხედავთ იმას რომ ორჯერ კი არა მთელი ცხოვრება შეიძლება ცადო და მიხვიდე სასურველ შედეგთან ამის გააზრება რა პერიოდიდან ერთვება და რა შველით მათ ამისთვის ჩვენ ჩემთან თუ მოვიდა სპეციალისტი როდესაც არის ჩართული ჩვენ ყოველთვის განვიხილავთ ბგგ-მას რომ რაღაც შესაძლებელი ხო ალბათობა არსებობს რომ რაღაცა ისე არ წარიმართოს და რა შეიძლება გავაკეთოთ სხვა შემთხვევაში ხო რა გზები არის მე ყოველთვის ვცდილობ რომ ნორმალიზება მოახდინო ამ შემთხვევაში რომ ნორმალური აბსოლუტურად რომ ნერვიულობ გამოცდა არის რაღაც ახალ ეტაპზე შევდივარ და ბუნებრივია მშობელის ბუნებრივია რომ ნერვიულობს და ამაში ეს არ არის რომ ეს გავაქრომ ეს ვერ გავაქრობ მექნება ნერვიულობა, იმიტომ რომ შევდივარ ამ ეტაპზე. ეს პასუხისმგებლობის, ვთქვათ, სტრესი და ნერვიულობა თუ აი რაღაცა ქაოტური უნებლიე, რაც შეიძლება რომ ორგანული იყოს ამ დროს. ორგანულში გადადის. რა თქმა უნდა, ყველაფერი ერთად ყველა ადამიანთა სხვადასხვა მიზეზი შეიძლება იყოს. იმიტომ მე ხა დავასრულებ იმას, რომ მე ვცდილობ ხოლმე, რომ რაღაცა ფსიქოგანათლებით წავიდეთ, რომ ნორმალიზება მოვახდინოთ, რომ ეს არ იყოს რაღაცა ისეთი კატასტროფის და ექსტრემალური მდგომარეობის. ეხლა რაც შეეხება აი ამ მიზეზი რა შეიძლება იყოს, ხო? მიზეზი ბევრი შეიძლება იყოს. ჩვენ სტრესი ყოველდღიურად გვაქვს, ჩვენი ცხოვრების თანმდევი არის, თანამგზავრი არის, ასე ვთქვათ და ყოველთვის გვიწევს რაღაც ძალების მობილიზება, იმიტომ რომ ცდილობს ორგანიზმი რომ შეეგუოს, ადაპტირდეს იმ გარემოსთან. ყველა ცოცხალ ორგანიზმს, ხო? აი, ყოველსაც რო გადავგავ ერთი ქოთნიდან მეორეში, იმასაც ადაპტაცია უწევს ახალ გარემოსთან. შესაბამისად, სტრესი როგორც ასეთი დადებითიც გვაქვს და უარყოფითიც შეიძლება ჩავთვალოთ სიკეთეები თუ არსებობს სტრესის აი ეს არსებობს, ხო? აი, რისთვის გვეხმარება რეალურად. ეხლა რომ წამოგხსნათ ყოველთვიურადო გავიფიქრე ნეტამც ასე იყოს, ნუ თვეში ერთხელ ჯანდაბას რაღაც სტრესს ავიტანთ, მაგრამ ხო ფაქტობრივად ჩვენი ცხოვრება სულ აი ამ რაღაცა კრიზისის პერიოდშია და უკავშირდება და შესაბამისად პიროვნულად გვზრდის. იმიტომ რომ მე ვიწყებ ამ დროს ფიქრს, რომ როგორ გადავლახო ეს სიტუაცია, როგორ გავუმკლავდე რაღაცა პრობლემებს, ძალების მობილიზებას ვახდენ, კოგნიტურად უკვე აზროვნების პროცესები ირთვება და შესაბამისად ეს არის პოზიტიური, ანუ ეუსტრესებს საუბრობთ, რომელიც არის ისეთი შედარებით მსუბუქი სტრესი. როდესაც სტრესი იწვევს ისეთ ნეგატიურ ფიქრებს, რომელსაც მოყვება წუხილი, სევდა, ჩაკეტილობა, მე უკვე ვეღარ ვარ კონცენტრირებული, სურვილი მიქრება, გულებაგანწყობა იცვლება, ძილის რეჟიმი მეცვლება, კვების რეჟიმი მეცვლება და უკვე სომატიკა ირთვება, ხო, ორგანული ნაწილი, რო იქ თავი მტკივა, მუცელი მტკივა, ამ დროს ეკითხა მიდიოდა და არაფერი არ არის აბსოლუტურად ფსიქოლოგიური. ამ შემთხვევაში უკვე საჭიროა რომ სპეციალისტი ჩაერთოს, რომ ჩვენ ვასწავლით ხოლმე აი ამ შფოთვის მოხსნას, რომ ეს დისტრესია, დისტრესს საუბრობ და არის ფსიქიკისთვის მაინც დამაზიანებელი და შესაბამისად უკვე პანიკურ მდგომარეობაში რო არ გადავიდეს, არის გარკვეული ტექნიკები, რასაც ვასწავლით ხოლმე. უპირველეს ყოვლისა, აბიტურიენტებს რაც მინდა ურჩიოთ, ეს არის რელაქსაციის მეთოდები, თუ იქ ვიგრძენი გამოცდაზე, როდესაც შევდივარ, აი
რაღაცა უკვე ვეღარ ვაკონტროლებ ჩემ აზრებს, უჰაერობა დამეწყო, ცოტა კანკალი, რაც შფოთვის დამახასიათებელი ნიშნები არის. ეს სუნთქვითი ვარჯიშები, ხო? ზღვარი ჩავისუნთქო, პირით ამოვისუნთქო და დავიწყო პოზიტიური ფიქრები. გავიხსენო მაგალითად, ოდესღაც რაღაცა როგორ გადავლახე წარმატებით. ან ფიქრი თუ მეწყება, რომ აი ხა მე დავჯექი ტესტი ავიღე და მე თვითონ დავიწყო ამ ფიქრის პოზიტიურად წაყვანა, როგორ კარგად დასრულდება, გვეხმარება ძალიან. აი ამ პერიოდში თუ არის შესაძლებელი, რომ თქვათ გავიაზროთ ის, რადგან ლაპარაკობდით მანამდე, რომ თქვათ, ну, შეიძლება არ დასრულდეს ის მოლოდინი, რაც გვაქვს, თქვათ, წარმატებით ისე როგორც ჩვენ გვინდოდა და გეგმილი ქონდა, მაგრამ, ну, რა, მომავალი წელი მალე მოვა და ჩვენ შეგვიძლია რომ თქვათ, ახლიდან ვცადოთ ეს ყველაფერი. ანუ ეს განმეორებითიც და თქვათ, გენერალური რეპეტიცია ჩავთვალოთ, შეიძლება იყოს თქვათ, აი ამ სტრესისთვის გარკვეული ბიძგის მიმცემი, რომ რაღაცნაირად დაგვემორჩილოს, დავიმორჩილოთ. ესეც ინდივიდუალურია, ზოგისთვის მამოტივირებლად შეიძლება იმუშაოს, იმიტომ რომ მან უკვე გამოცდილება მიიღო და უკვე იცის, სად დაუშვა შეცდომა, რა იყო ის, რის გამოც თქვათ, ვერ განახორციელა ისე როგორც თქვათ წარმატებას მიაღწევდა და უკვე მე მობილიზდები და ესეც პიროვნულად ზრდა არის და არის მეორე შემთხვევაც და ესეც ძალიან პიროვნული არის, რომ შეიძლება პირიქით ძალიან დამანგრიოს და საერთოდ სურვილი დავკარგო და ასეთ შემთხვევაში უკვე მიმართოთ მშობელმა უნდა მიმართოს სპეციალისტს დახმარებისთვის. ამიტომ არის რომ მშობლებმაც აი დასაწყისშივე როცა იწყება ბავშვის მომზადება დავიწყოთ ერთად ფიქრი შვილებთან ერთად რომ თუ ესე მოხდა რა იქნება არ წაუყენოთ მაღალი მოთხოვნები რაც უფრო მეტად კიდე სტრესავს იმიტომ რომ პასუხისგებლობის გრძნობა აქვთ რომ მშობლის იმედი არ გაუცრუოს იქ რაღაც ოჯახის წევრები მეგობრები აი მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ რომ იყოს მხარდამჭერი გვერდით ვარ მოყვები და ამითი არაფერი არ შავდება შენი ცხოვრება არ მთავრდება ამითი თუ თქვათ რაღაცა ისე არ გამოვიდა როგორც გვინდა მშობლებზე გადავიდეთ მე მახსოვს, როდესაც ვაბარებდი უნივერსიტეტში ჯერ კიდე მაღლივში იყო მისაღები გამოცდები და იყო ერთი-ორი შემთხვევა, როდესაც აბიტურიენტი თავად ამშვიდებდა მშობელს, იმიტომ რომ ის იმდენად სტრესში იყო, რომ მე მგონი იმ გამოცდაზე მეტად დედის მოსულიერება ჭირდებოდა კონკრეტულ ადამიანს. ამ დროს როგორ უნდა შევიკავოთ თავი, რომ თქვათ რაღაცნაირად ვაჩვენოთ შვილს, რომ ჩვენი ემოცია მაინც არ იყოს გადამდები მისთვის და კიდე დამატებითი ვთქვათ ინდიკატორი სტრესისთვის. რამდენად შეიძლება თან გავითვალისწინოთ, რომ სამხრეთული ტიპის ქვეყანა ვართ, შეიძლება მოჭარბებული გქონდეს ეს ემოცია, რომ კონკრეტულ რაღაცა მიმართულებით გავწიოთ, ვთქვათ, რაღაცა საქმიანობა, არ ვიცი, რაღაცა აქტივობა საიმისოდ, რომ ამ სტრესის დაჭერა შევძლოთ. კი, აუცილებელია რომ მშობელმა საკუთარ თავზე იმუშაოს, საკუთარ ემოციებს დააკვირდეს, იმიტომ რომ სულ რო არაფერი არ თქვას, არ მოიყოს ხმა ემოცია, სხეულებრივად გამოიხატება, გადამდებია და კიდევ უფრო განიცდიან ხოლმე ბავშვები. ამიტომ პირველი მშობელი ვიწყებ მე საკუთარ თავთან მუშაობას, რომ მე შევძლო ბავშვთან მუშაობა. ამისთვის მანამდე უნდა მოვემზადოთ და ან რაღაცნაირად ეხლა ზრდასრული ადამიანები ვართ და შევეცადოთ, რომ აი ამ უშუალოდ გამოცდის დასრულებისას თუ ან პროცესში არ კონდეს ზედმეტი, თქვათ, რეპლიკები, ემოციური გამოხატვის, პირიქით პოზიტიური წინადადებები, გამხნევება, მხარდამჭერა და მე, რა ვიცი, ჩემ მეგობრებთან, როგორც მშობელმა შეიძლება დავიცალო და სხვაგან გამოვხატო და არა ბავშვთან. იმიტომ რომ მათთვისაც რთული არის, ახლა 1000 ფიქრებში არიან მოცულები და როგორ იქნება, აიღებენ ამ სტიპენდიას, ვერ აიღებენ, მოხდებიან, არ მოხდებიან და არიან მოკლედ ძალიან დიდ სტრესში და ამიტომ მშობელი ხა ისედაც ბავშვი უფრო პატარა ასაკზე რო წავიდეთ, ნებისმიერ შემთხვევაში მოდელირებით სწავლობს და სულ ხმა არ მოიღოს, ემოცია ბავშვზე ყოველთვის გადადის და ამიტომ უფრო მეტად შფოთავენ ხოლმე ასე დროს დედამ დაიწყოს დედამ რა მარტო დედა მამა მშობლები ზოგადად რომ დაიწყონ თავიანთ თავზე მუშაობა და თავიანთ ემოციებს მანამდე ეთერს მიღმავს საუბრობდით რა ტიპის ოჯახებში გაცილებით უფრო მაღალია ეს შფოთვა იქ სადაც ვთქვათ იდეალური ვთქვათ ურთიერთობა ნუ გუნდია მოდი ვთქვათ ასე თუ ვთქვათ როდესაც გარკვეული დაძაბულობა შეიძლება მშობლებს
შორისაც იყოს და შესაბამისად ბავშვისთვის ეს პროცესი მარტივი სატანი არ იყოს. აი რა ვთქვათ ფაქტორები, ეს ოჯახის ფაქტორები განაპირობებენ კიდევ უფრო მეტ, ასე ვთქვათ, დაძაბულობას ამ დროს და თქვენი გამოცდილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყოფილა ვთქვათ ისეთი შემთხვევა, როდესაც კარგად უმუშავია ამ გუნდს, ოჯახს, მშობლებს და მაქსიმალურად, მინიმუმამდე იყო დაყვანილი ეს სტრესი. რა თქმა უნდა, როდესაც მშობლები ერთიანად სწორი მიდგომით და მხარდამჭერლული მიდგომებით და გარემოთი ბავშვს ხვდებიან, იქ ხო, ნაკლებია უფრო არის რა თქმა უნდა ნერვიულობენ, მაგრამ უფრო ნაკლებად და ეს არ არის მათთვის დამაზიანებელი. ესე მონაცემები, რო ვთქვა, რომ აი ამ ტიპის ოჯახში ეს იქნება სოციალური, თქვათ, ფენების მიხედვით, ეკონომიკური სტატუსის მიხედვით, ესე არ მაქვს მე მონაცემები, უბრალოდ ჩემი დაკვირვებით, იქაც და იქაც სხვადასხვა ტიპის შეიძლება კონფლიქტურ ოჯახებში კიდევ უფრო იძაბება, იმიტომ რომ იქ მუდმივად კონფლიქტია, მუდმივად დაძაბულია, მუდმივად სტრესულია და შესაბამისად უფრო მეტად შფოთავს ბავშვი. იქ კიდე სხვა პროცესები ირთვება და ასე რომ ესეთი ზუსტი მონაცემები არ მაქვს ამ მიმართულებით კვლევები ჯერჯერობით არ გამგვეხორციელებია და ამიტომ ვერ ვიტყვი რა ბაკალავრები, მაგისტრები და პედაგოგებიც კი აბარებენ პროფესიულ გამოცდებს, ხო? სხვადასხვა ტიპის ხელვა აქვს ალბათ. კი. ხო, ვინც პირველად მიდის გამოცდაზე, აბსოლუტურად სხვა, ვთქვათ, ემოცია იქნება. უკვე შემდეგ რა ხდება, აი ვთქვათ, იგივე მაგისტრებთან მიმართებაში, იგივე ჩვენ, როდესაც ვცდილობთ, რომ რაღაცა ახალი შესაძლებლობა მოვძებნოთ და ამისთვის გამოცდის ჩაბარება გვიწევს. აქ რა ტიპის სტრესი შემოდის? აქ ისეთი ხელვა არ არის, როგორც აბიტურიენტების დროს, იმიტომ რომ ეს არის ჩემი გადაწყვეტილება, ჩემი არჩევანი, მაგისტრზე თუ საუბრობთ, ხო, ეს არის ჩემი პროფესიული დონის ამაღლების. რა თქმა უნდა, ხა გამოცდის სტრესი კი არა, იგივე რადიოში პირველად რო გადაცემას წაიყვანდით, მაშინაც გექნებოდათ, ხო? საჯარო გამოსვლების დროს ყოველთვის არის ეს სტრესი. უბრალოდ იქ უკვე მე იმდენად გავლილი მაქვს გარკვეული ეტაპები, გამოცდილება უფრო მიღებული მაქვს და ეს არის ჩემი კონკრეტული მიზანი. და შესაბამისად, ჩემი არჩევანი არის, აქ უფრო ნაკლებად ხდება უკვე ზეწოლა, ჩარევები, შესაბამისად, ნაკლები იმ დონის შფოთვა არ არის. თუმცა, იქნება ხელვა, რომ მე ჩემ მიზანს მინდა მივაღწიო, მაგრამ თუ ვერ მივაღწევ, ბევრი სხვა გზა მაქვს, რამაც შემიძლია ვცადო. ასეთ შემთხვევაში უფრო ჩამოყალიბებულია, უფრო გაზრდილია პიროვნულად და არ არის ისეთი შეხედის შემშელი, როგორც შეიძლება ამ მომენტში იყოს. მოდით რჩევებზე გადავიდეთ, უკვე კულმინაციისკენ, რა შეიძლება ამ დროს ვურჩიოთ აბიტურიენტებს, ერთი პრინციპში ვთქვით, რომ ღამეს გაათენებთ, იმიტომ რომ ეს არ შეიძლება აღმოჩნდეს სასურველი ამ დროს. კიდე რა ტიპის რჩევა არსებობს, რომელიც შეიძლება გამოგვადგეს ამ პროცესში? ესეთი მზა რეცეპტები, რა თქმა უნდა, არსებობს, მაგრამ უპირველეს ყოვლისა იმისათვის, რომ ორგანიზმმა რაღაცის ჰომეოსტაზი არ დაიყვეს და თავისი ძალები აღადგინოს და კოგნიტურად მე აზროვნების პროცესები გამართულად იყოს, აუცილებელია ხა ახსენეთ, რომ ძილი, მე გამოძინებული უნდა მივიდე გამოცდაზე, გამოცდამდე უნდა მივიღოს საკვები, რომ ეს ძალები მქონდეს, ბუნებრივია, რომ იმ ტესტებს, გამოცდებს, გონებრივ მუშაობას უფრო მეტი ენერგია ჭირდება, განცდა ჩდება ხოლმე თითქოს რაღაც დარბაზიდან გამოვედი, სავარჯიშო დარბაზიდან. წინა დღეს უნდა სასიამოვნოდ გავატარო და შევეცადო, რომ ვაკონტროლო ის ჩემი ნეგატიური ფიქრები. იმ შემთხვევაში, თუ მშობელი ხედავს, რომ ძალიან არის ბავშვი იმ შფოთვით მოცული, სომატიკაც უკვე წამოვიდა, ნერვიულობს, კანკალი აქვს, ოფლიანობა აქვს, ჰაერის უკმარისობა აქვს, აქ უკვე შეიძლება მივმართოთ სპეციალისტს, ოჯახის ექიმი იქნება, არის ფსიქოლოგი იქნება, ფსიქიატრი იქნება, რომ შეიძლება რაღაცა ესეთი დამამშვიდებელი, მსუბუქი ფონი რომ დაამშვიდოს, აი განსაკუთრებულ შემთხვევებში. დანარჩენი, აი მე თვითონ ჩემ ფიქრებზე უნდა დავიწყო მუშაობა, რომ გაითვალისწინოს ყველა აბიტურიენტმა, რომ ამითი ცხოვრება არ მთავრდება. კიდე ერთი მნიშვნელოვანი რჩევა, რომ მშობლებმა უნდა ვაკონტროლოთ ჩვენი ემოციები, რომ ეს არ იყოს გადამდები, მხარდამჭერი, გვერდში მდგომი გარემო და ესეთი
კომფორტულად უნდა წავიდეს და გარდა ამისა, მინდა ვთქვა, რომ სტრესი არის აბსოლუტურად ნორმალური. ის რომ ნერვიულობ არის ნორმალური. მშობელი რომ ნერვიულობს არის ნორმალური. ელინე ამ გადმოსახედიდან კიდევ ერთხელ ვუთხრათ მეგობრულად, მათ რომ იმდენად ბევრი გამოცდა და შესაძლოა უფრო რთული გამოცდა შეხვდეს ცხოვრებაში, რომ ეს უკვე ჩვენი ასაკიდან ძალიან სასაცილოდ შეიძლება ჩანდეს და ამიტომ არაფერი არ მთავრდება, ქვეყანა არ ინგრევა, თუ რაღაც შედეგი არ დგება საბოლოო ჯამში, რა მოლოდინიც არსებობს. ზუსტად იმიტომ, რომ მოხდეს მაქსიმალური მობილიზება თქვენი შესაძლებლობების, თქვენი პოტენციალის იმ შედეგთან მიახლოება, რაც გინდათ, ამ რჩევებს ვფიქრობ, უნდა უსმინოთ და კიდევ ერთხელ შევთანხმდეთ, რომ ცხოვრების ახალი ეტაპი თავისი გამოწვევებით ძალიან საინტერესოა და რაღაცნაირად ადამიანს აძლევს შესაძლებლობას, რომ დატკბეს ყოველი წუთით და ყოველი წამით უკვე ახალ საფეხურზე. ამიტომ ეს არის ცხოვრება და ის უნდა მივიღოთ ისეთად, როგორიც არის, ხო, თავისი გამოწვევებით. ვადაპტირდეთ და მაქსიმალურად მობილიზება გავაკეთოთ ჩვენი უნარების და ძალების და ენერგიების, რომ შევუდგეთ ჩვენ მომავალ. ისედაც ახლა კლასიდან კლასში რო გადადის ბავშვი, ხო, მე-9-დან მე-9-ში, მე-9-დან იცვლება, ხო, იქაც მოთხოვნებიც იცვლება, რაღაცები ემატებათ, უფრო მეტი სამუშაო აქვს და ისიც სტრესული, ეს გაიხსენონ რა, როგორ ძლევდნენ ამ სიტუაციაში. ამიტომ აქ არ არის ესეთი განსაკუთრებული არაფერი და სწორედ თქვით, რომ მათი ცხოვრება ამითი არ მთავრდება. კი ბატონო. მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველას წარმატებები გექნებათ და ამ სურვილებს უშვებ თქვენსკენ, მეც და ჩემი სტუმარიც. მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ცხოვრება ზუსტად იმიტომ არის საინტერესო, რომ არის მრავალფეროვანი და შეიძლება ეს არჩევანი, რომელსაც ახლა აკეთებთ, ძალიან მალე გადასახედი აღმოჩნდეს. ხომ ხშირად ყოფილა, რომ სადღაც მეორე, მესამე კურსზე ვყოფილვართ და გვიფიქრია, რომ აი რა გვინდა აქ საერთოდ და მოდი რა სხვა მიმართულებით გვეცა და გაგვეკეთებინა ის არჩევანი, რომელიც მშობლებს ნაკლებად, მაგრამ რაღაცნაირად ჩვენ გვინდა და ხშირად ასეც ხდება ხოლმე გზის გაგრძელება. დღევანდელი ჩვენი განათლების სისტემა გვაძლევს ამის საშუალებას, რომ მე შემიძლია მარტივად მოქნილია მარტივად შევიცვალო პროფესია, გადავიდე, ბევრი გზა არსებობს და ამიტომ ესეც არ არის ისეთი განსაკუთრებული, იმიტომ რომ ადამიანს არის ბევრი ეტაპები უწევს, ხო, უნდა გაიაროს კრიზისული პერიოდები ყოველთვის არის, გარდამტეხი პერიოდები ყოველთვის არის და შეიძლება 17-18 წლის ასაკში არ იყო ჩამოყალიბებული რა გინდა, რა გაინტერესებს. ამიტომ ამაშიც არ არის ესეთი განსაკუთრებული, თუ რაღაცა დაინახე, რომ ისე არ არის, როგორც გინდოდა, ხო, საშუალებები ძალიან ბევრი არის. ამიტომ იყვნენ 7-დან, მეტნაკლებად 7-დან და აი სტრესი და გამოწვევა მიიღონ როგორც რაღაცა ბუნებრივი მოვლენა და ეს არის აბსოლუტურად ნორმალური, ხო, გამოცდილება არის და დადებითი კუთხით, რომ მეტას ყოველთვის აქვს ორი მხარე. მივიღო როგორც გამოცდილება და რა შეიძლება თუ რაღაცა ისე არ იყო, როგორც მე მინდა, რა შემიძლია რომ შევცვალო მომავალში. დიდი მადლობა. წარმატებებს გისურვებთ თქვენს, ელინე ყიფიანი, ფსიქოლოგი, საუბრობდა ჩვენს გადაცემაში და წარმატებები ვუსურვოთ ჩვენს ძვირფას აბიტურიენტებს. დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი საბოლოო ჯამში იმ შედეგთან აღმოჩნდება, რა მოლოდინიც თქვენ გექნებათ. ჩვენ საგამოცდო ციებ-ცხელებაზე ვსაუბრობდით და იმ ნერვიულობაზე და სტრესზე, რომელიც თან ახლავს ამ პერიოდს. მადლობა ყურადღებისთვის.